მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და ჩემი ფაკულტეტი იყო თავის დროზე სამჭედლო კომუნისტების დროიდან მოყოლებული იმ ხალხის, რომელიც მზად იყო, რომ ნებისმიერი უკანონო და ამორალური ბრძანება შეესრულებინა თუ სისტემას ასე ჭირდებოდა. ამ ფაკულტეტის არსი მდგომარეობდა, რომ ასეთი ხალხი აღეზარდა და აი ეს მუშაობს პრაქტიკაში. ანუ ამის იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ რო გგონია, რომ იურისტები, რომლებსაც ვზრდით, რომლებსაც სამართლებისთვის უნდა იბრძოლონ და ასე შემდეგ, სამდრეჩ არის პირიქით და ჩვენ მოდესაც უნდა მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ ყველაზე ცუდ ფაკულტეტზე დამთავრებული ხალხი, ყველაზე ცუდ მორალ გამოვლილ ხალხი, მე არ ვიძახი, რომ ყველა ესეთია, ვიღაცამ გაუძლო და არ გახდა მათნაირი და ადამიანობა შეინარჩუნა. მაგრამ ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ შეექმნათ ამ ფაკულტეტს და ჩვენ დღეს ვხედავთ ამის პრაქტიკულ ნიმუშს, რომ შეექმნათ ადამიანი, რომელსაც შეეძლო, რომ ახალგაზრდა 21 წლის ბიჭი პოლიციელთან წაგანკლავების გამო 4 წელიწად ნახევრით ჩაესვა ციხეში და მოეწყო ის ვაკხანალია, რაც ახლა ქართულ მართლმსაჯულებაშია მოწყობილი. მათე დევიძე ადამიანი 4 წელიწად ნახევრით გაუშვა სასამართლო ციხეში. მე შეიძლება გავაკრიტიკოს სასამართლო, ისედაც ბევრი მიკრიტიკებია და მოგწვის სასამართლოს მიმართ დიდი პატივისცემა არასდროს არ გამომიჩენია. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი ვართ რაღაცა ერთი რაღაცის მსხვერპლი, რომ რამდენი ხანია გვესმის, რომ პოლიციაზე ხელის გაწევა როგორ შეიძლება და ასე შემდეგ. და არავინ არ ამბობს, რომ კაი საქციელია პოლიციაზე ხელით გაწევა და ხელის მოთათუნება იქნება თუ გამორტყვა იქნება თუ ასე შემდეგ. მაგრამ მეორეს მხრივ 21 წლის თუ 22 წლის ადამიანის 4 წელიწად ნახევრით რაღაცა ჩხუბის გამო, რაღაცა ჯიკაობის გამო ციხეში გაშვება არანაირ მართლმსაჯულებაში და სამართლიანობაში არ წერია და ჩვენ როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ ამ ქვეყანას თავარი რა პრობლემა გააჩნია, თავარი ის პრობლემა, ძაღლებიც პრობლემაა ცხადია და ბილიონი სხვა პრობლემა, მაგრამ თავარი პრობლემა ის გვაქვს, რომ კანონით გვაქვს ახალისებული ისეთი ტიპის ურთიერთობა, როგორც ეს კანონი ახალისებს იმას, რომ ძაღლი და პატრონი ერთმანეთს არ მიეკაროს, ახალისებული გვაქვს ურთიერთობა, რომ პოლიციელი და ახალგაზრდა სტუდენტი ერთმანეთს არც კი ელაპარაკოს, იმიტომ რომ აი პოლიციელი გახდა რაღაცა ტიპის სიწმინდე, რომელთან მიყარება ციხეში ჯდომით იჟება, ანუ თქვენ რო იყოთ ადამიანი, რომელთანაც შელაპარაკება, რაღაცა გაუგებრობა, წაჯიკავება, რამდენიმე წლიანი ციხით იჟებოდეს და ამით ფიქრობენ, რომ პოლიციას საქმეს უკეთებენ და პოლიციელის რეიტინგს ზრდიან და ასე შემდეგ. ცოტა ხანში ის პოლიციელის გაიზრდება, ეს თაობად შეიცვლება, ეს თავრობად შეიცვლება და ყველანი მივხვდებით იმას, თუ რა სიგიჟეს ვაკეთებდით, მაშინ როცა ჩვენს გამო ხალხი ციხეში სვამდა. ცოტა სხვანაირად ვიტყვი რა. ძალიან მიყვარს ანეკდოტი რა, ქურდებს რატო შეიძლება რომ ხელი დაარტყავო და ტკივათო კურსო კანონი ეკოს ხო და წარმოიდგინე ახლა ახალგაზრდა ბიჭს 21 წლის ბიჭს რომელსაც ხო წამდა იმისი რომ იდგა იქ და იცავდა თავის მომავალს, თავის ქვეყნის მომავალს და ის სააკაშვილის გულისთვის კი არ ეთქა კაცო, ეხა ნაცების გულისთვის კი არ ეთქა. ეს წამდა მე მჯერა მაგისი რომ მიშას გულისთვის არ იყო და მიშას თავის დროზე მაგიტომ ვებრძოდით კაცო და მაგიტომ დამიჯერა და ციხეში გამიშვა მიშამ რომ ძალადობას ვერ იტანდი ხალხზე და 4 წელს და 6 წელს რომ მიცემ კაცო ახალგაზრდა 21 წლის ბიჭი იმის გამო რომ მას ესე წამდა რომ იცავდა თავის მომავალს, თავის ქვეყნის მომავალს, ხო? ეს არანაირი ჩარჩოში არ ჯდება რა. ამას არანაირი გამართლება არ აქვს. და ამიტომ მე სოლიდარობას ვუცხადებ ყველა იმ პოლიტპატიმარს, რომელიც ძირს და მე მიმაჩნია ისინი პოლიტპატიმრები არიან ნამდვილად. მე სოლიდარობას ვუცხადებ თქვენთვის არ იყოს პოლიტპატიმრებს, უსურვებ მათ გამძლეობას და უსურვებ იმას, რომ აქ გარეთ ყოფი ხალხი ბევრად უფრო ადეკვატურები ყოფილიყვნენ სიტუაციის შეფასებისა და სწორი ბრძოლის სწორად დაგეგმვის საქმეში.